ეს არც რომელიმე ფილმია და არც რომელიმე სხვა ქვეყანა. ეს საქართველოა. ქვემო ქართლში მდებარე იდუმალებით მოცული ადგილი, კლდოვანი რელიეფით, ისტორიული ნაგებობებითა და მდინარეებით თავს ხაბარში გაგრძნობინებთ. კლდეზე აღმართული ციხე-კოშკები, რომელიც შიშის არსემ და მოწინააღმდეგეს, ეს ბირთვისია. ადგილი, რომელიც თვით თემურ ლენგისთვისაც კი დიდი თავის ტკივილი აღმოჩნდა, მაგრამ არა ჩვენთვის. რაიდან დღევანდელი ჩვენი ამოცანა არის, რომ ვაჯობოთ თემურ ლენგს და ავიღოთ ბირთვისის ციხე პირველივე ცდაზე. ბირთვისის ციხე აღებულია. სანამ ბირთვისის ციხეს ავიღებთ, ჯერ ბირთვისის კანიონამდე უნდა მივაღწიოთ. ამის გამო ჩვენი მოგზაურობა თბილისიდან იწყება, საიდანაც სოფელ ფარცხისამდე მანქანით გავემართეთ. ფარცხისი, ქვემო ქართლში, თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე ისტორიული სოფელია, ლამაზი ბუნებით. აქ გაიმართა ორი დიდი ბრძოლა. პირველი 1074 წელს, სადაც მეფე გიორგი მეორემ განძის გამგებელი სარანგი დაამარცხა. მეორე ბრძოლა კი 1569 წელს, სადაც კახაბერ ყორღანაშვილის ღალატის შედეგად მეფე სიმონ პირველი ყიზილბაში მოწყყვეთ ჩაიგდეს. ახლა სოფელ ფარცხიში ვარ, სანამ ბირთვისის კანიონისკენ წავალთ, აქ უნდა მოვინახულოთ ერთი ძალიან მაგარი ადგილი, ფარცხისის ციხე, რომელიც დაახლოებით 15 წუთის სავალზე არის გზიდან. ციხე-სიმაგრისკენ მიმავალ გზაზე შევხვდებით ფარცხისის ეკლესიას, რომლის მონახულების შემდეგაც გზა ისევ ციხისკენ გავაგრძელებთ. ესეც ფარცხისის ციხე, უბრალოდ რაც მისგან არის დარჩენილი. სამწუხაროდ მხოლოდ რამდენიმე კედლის ნარჩენიღა არის. დღესდღეობით ნაგებობისგან მხოლოდ ნანგრევები და რამდენიმე კედელია შემორჩენილი. ციხე-სიმაგრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია. მემატიანეთა მიერ პირველად მხოლოდ მე-11 საუკუნეში, ბაგრატ მეოთხის პერიოდში არის მოხსენიებული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ უფრო ადრე აგებული. ფარცხისის ციხის მონახულების შემდეგ უკვე დავიძარით ბირთვისის კანიონისკენ, დაახლოებით 3 კილომეტრი გვაქვს გასავლელი ტრასაზე და მაგის მერე უკვე უშუალოდ გადავალთ საფეხმავლო ბილიკზე. კანიონისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ გადავწყვიტეთ ცოტა ხანი გადაგვეხვია ჩვენი ძირითადი მისიიდან, ხო და გზად ალგეთის წყალსაცავისკენ გავაგრძელეთ ავტოსტოპით. და სანამ ბირთვისის ციხის ასაღებად წავალთ კანიონში, გადავწყვიტეთ რომ ვნახოთ ალგეთის წყალსაცავი, იმიტომ რომ საღამოს ვეღარ მოვასწრებთ. ძალიან დაგვეზარება. ალგეთის წყალსაცავი სოფელ ტბისის მახლობლად მდებარეობს. მას ძირითადად სასოფლო-სამეურნეო დატვირთვა აქვს და წყლით ამარაგებს ადგილობრივ სოფლებს. 2012 წელს ადგილობრივებმა ადამიანის თავის ქალა აიპოვეს, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით მე-5-მე-6 საუკუნით თარიღდებოდა. მოგვიანებით კი არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ აქ ადრე დასახლებები არსებობდა. ამინდი კი ხელს ვიწყობს და მინდოდა ცოტა შემეცურო, მაგრამ იმდენად არის დანაგვიანებული აქაურობა, რომ უბრალოდ ვერ გავრისკავ. თელ სანაპიროზე ამ ხარეს ასეთი მდგომარეობაა. რაც ძალიან სამწუხაროა. აი ამ ხედით ცოტა ტაფოწყურს მაგონებს აქაურობა. ცოტა კი არა მაგრად გავს. ძალიან ლამაზი ადგილია. მაგრამ როგორც არაერთხელ ვახსენე უკვე, ძალიან არის დაბინძურებული. წყალსაცავის მონახულების შემდეგ გადავწყვიტეთ დავბრუნებოდით ჩვენს ძირითად ამოცანას და ბირთვისის კანიონზე ჩამოვედით. უკვე ბირთვისის მისადგომებთან ვართ, აი აქედან იწყება ჩვენი ძირითადი ამოცანა. წინგველის უამრავი წინაღობა, თავგადასავალი, მაგრამ ეს мотиваციას კიდევ უფრო გვაძლევს, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის ვაჯობოთ თემურ ლენგს, იმ ყველა წინაღობისა და დავრკოლების მიუხედავად, რაც წინ გველოდება. ჩვენი ლაშქარი ბირთვისის კანიონისკენ დაიძრა. დაიემულამაზესი ბილიკის შემდეგ გზად პირველ წინაღობას კლდოვან რელიეფს შევეჩეხით. მაგრამ ჩვენთვის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს. დავიწყეთ უკვე
კლდოვან რელიეფზე გადაადგილება დაახლოებით 9 საათი გვჭირდება რომ ამ ცხელი ადგილიდან ჩავიდეთ. არც თუ ისე მარტივი გზაა, მაგრამ ცოტა ნავარჯიშები გაქვთ ფეხები. ესეც არ არის დიდი წინაღობა, უბრალოდ შეიცადეთ რომ გეცვათ ცოტა ნორმალური ფეხსაცმელი, შლოპანцებით არ წამოხვიდეთ, ქუსლინებით მით უმეტეს. გავაგზავნეთ გზა. ჩვენი ლაშქარი ქვიან აღმართებს მიუყვებოდა და უფრო უახლოვდებოდა ბირთვისის კანიონს. ამასთან ერთად კანიონის სილამაზე და მშვენიერებაც უფრო და უფრო იზრდებოდა. და სულ ცოტა ხანში პირველ პანორამას მივაღეკით. დაახლოებით 15-20-წუთიანი სიარულის შემდეგ გამოვხვალთ აი ესეთ ძალიან მაგარ ხედზე. არის ძალიან ლამაზი არის საქაურობა. ცხელა, მაგრამ ნამდვილად ღირს სიცხე სატანა ამ სილამაზის გამო. შეხედეთ. Look. დატკბით უბრალოდ რა სილამაზია. თანაც აქედან უკვე დაახლოებით 10 წუთის სავალზე ჩადიხართ კანიონში, სადაც ძალიან მაგარი სიგრილია. ერთი წუთი მაგრად გაგისწორდებათ. პანორამული ხედებით მცირეხნიანი ტკბობის შემდეგ გზა ისევ ბირთვისის კანიონისკენ გავაგრძელეთ. ამასობაში კი რეკლამის დროც მოვიდა. ძალიან დიდი თხოვნა მექნება რომ მოიწონოთ როგორც ეს ასევე დანარჩენი ვიდეოები და გამოიწეროთ არხი. თუ მეგობრებსაც გაუზიარებთ ცლად ოქრო და ბრილიანტები იქნებით და ასევე გამოგვიწეროთ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ჩვენი ტურისტული გვერდი მოგზაურ მოლაშქრეთა კლუბი ბოლო აღმართი. ყველაფრის ლინკი იქნება აღწერაში და მოვიაროთ საქართველოს ერთად. ერთი აღმართით და მივედით. და ამასობაში მეორე პანორამამდეც მივაღწიეთ. აქედან კი ბირთვისის კანიონის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილში, დევის ნაპრალში ჩავედით. ესეც ეგრეთ წოდებული დევის ნაპრალი, რომელიც წარმოადგენს კლდეში გაჭრილ დაახლოებით 15 მაქსიმუმ 20 მეტრის სიგრძის ვიწრო დერეფანს. ძალიან მისტიური ადგილია. აქ ჩამოსვლის დროს საკმაოდ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და შეეცადეთ რომ ორივე ხელი მიედოთ კედელს. რა შემთხვევით თავი არ დაარტყათ ქვას, სწორე კარგად არ დამთავრდება. დევის ნაპრალის გავლის შემდეგ ჩადიხართ ბირთვისის კანიონის სიღრმეში, სადაც პირველი რასაც იგრძნობთ ეს სასიამოვნო სიგრილე იქნება. თუ რა თქმა უნდა არ წაიკეთით. ეს გახლავთ ბირთვისის საბანაკე. ძალიან მყუდრო და სასიამოვნო ადგილია. ჩიტებიც ასე სამურად ჭიკჭიკებენ. კანიონში შეხვდებით ნაკადულების კალაპოტებს, რომელიც ახლა დამშრალია, მაგრამ გაზაფხულობით აქ საკმაოდ ძლიერად მოედინება წყალი, რაც ლამას სანახაობასთან ერთად უფრო საინტერესო და ექსტრემალურ გარემოს ქმნის გადაადგილებისთვის. ლამაზი ბუნების გარდა კანიონში ასევე შეხვდებით არაერთ ისტორიულ ნაგებობას. სწორედ ასეც წარმოადგენს ცილინდრული ფორმის სათვალთვალო კოშკი, ციხე შეუპოვარი, რომელიც კლდის თავზე არის აგებული.
ციხის შეუპოვრის გარდა კანიონში ასევე შევხვდებით კიდევ ერთ ისტორიულ ნაგებობას, სახელად არსენას ციხეს, რომელამდე მისაღწევოდაც ასეთი ულამაზესი გზის გავლა არის საჭირო. აი ასეთი მისტიური ადგილი არის ბირთვისის კანიონში. ეს გახლავთ არსენას ციხე. ნაგებობა შიგნიდან სამწუხაროდ ტალახით არის ამოვსებული. ამიტომ შესვლა შეუძლებელია. მაგრამ ასე ვთქვათ, ძალიან მისტიურ ელფერსენ საქაურობას. აი ეს ხეც ციხე ადგილობრივ ბუნებასთან ერთად არა ამქვეყნიურ გარემოს ქმნის, რის გამოც საქაურობა ბეჭდების ბრძანებელს მოგაგონებთ. არსენას ციხის შესახებ სამწუხაროდ ბევრი არაფერი თქმა შეგვიძლია, რადგან მასზე ცნობები თითქმის არ მოიპოვება. ჩვენი ლაშქარი დიდად მოიხიბლა კანიონის მშვენიერებით, მაგრამ მისია ოდუნების უფლებას არ გვაძლევდა. ამიტომ მალევე გავაგრძელეთ გზა ბირთვისის ციხისკენ. ბირთვისის ციხემდე მისაღწევად ვიწევს გავიაროთ. აი ასეთ ბალახში. ჩვენს ლაშქარს გზად მამაცი ცუგებით შეუერთდნენ და ერთად გავაგრძელეთ გზა ციხის სასაღებად. და ჩვენი ლაშქრით ბირთვისის ციხის კარიბჭეს მოვადექით. ხლა ალყა შემოვარტყავთ და პირდაპირ იერიში დავიღებთ. ეს ბირთვისის ციხის პირველი კარიბჭე, რომელიც გადასალახად საკმაოდ მარტივია, მაგრამ წყალი ჩამოდის და ფეხი ცურავს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ოპა. ეგ არის. ეს ბირთვისის პირველი კარიბჭე, ზემოთ მეორე კარიბჭეა. კიდევ ერთ მისტიკაში ამოყავით თავი. 1403 წლის ივლისში თემურლენგის ჯარის ნაწილები ბირთვის მიადგნენ. ბირთვისი კლდეზე ნაგები რთულად მისადგომი ციხეა, რის გამოც მისი აღება საკმაოდ ძნელია. ტერ საქმეს ისიც ურთულებდა, რომ ციხეში წყარო არსებობდა და საკვების მომარაგების შემთხვევაში მეციხოვნებს დიდხან შეეძლებოდათ გაძლება. ხანგრძლივი ალყის შემდეგ, რადგან ბრძოლით ვერაფერს გახდნენ, გადაწყვიტეს ხერხი გამოეყენებინათ. მოიყვანეს ეგვიპტელი მეკლდეული, სახელად ვინმე ბეკი ჯაკ, რომელიც კლდეზე აცოცხლდა და ციხის კარიბჭე გააღო. ლენგის მეომრები ციხეში შევიდნენ. ქართველები თავგადწირვით იბრძოდნენ, მაგრამ მტრის რაოდენობა მაინც თავისი გასტანა. და 1403 წლის 12 აგვისტოს ბირთვისის ციხე დაეცა. ამის მიუხედავად ციხე მაინც აუღებლად ითვლება, რადგან პირდაპირ იერიშით არასდროს აღებულა. ჩვენი ლაშქარი წუწუნებს დავიღალეთო. რით ვერ ავედითო, მაგრამ არა. ჩვენი სული უდრეკია. მეომარნო, ცოტა თუ თემურამ შეძლო. ჩვენთვისაც არ იქნება შეუძლებელი. და აქ იწყება ჩვენი გასვლის ყველაზე საპასუხისმგებლო რთული და საშიში მონაკვეთი. ბირთვისის ციხე უნდა ავიღოთ. აქ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. გადაღება დასვლა ცოტა რთულია, მაგრამ ვინაიდან მე კამერა კაცი ვარ, ისინი კიდე არასოდეს ხვდებიან. სანერვიულიც არაფერი მაქვს.
ბირთვისის ციხე აღებულია. ვაჯობთ თემურლინგს. და ბირთვისის ციხის აღებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ტრადიციული სალაშქრო აზრდებით აღვნიშნავთ და დავიწყეთ აღაბინო ბევრი ლაპარაკი. ელოვიდა მუშტერზე. ავიდა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 Bravo! Ai, კოჭო. Respect. და ახლა დავუშვებით სახლისკენ მივიდეთ. გასროლდა ასე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა. ვერ მოიფიქრეს დარჩენა, მაინც წავიდნენ სახლშია. სახლისა. დავევთ უკვე ბირთვისის კანიონს, ჩავდივართ ტრასისკენ, სადაც იმედია ვინმე ღვთისმიერი გამოვივლის და წაგვიყვანს თბილისში. ჩვენი ვიდეოც კიდე დასასრულს უახლოვდება, იმედი მაქვს მოგეწონათ. მოიწონათ როგორც ეს ასევე სხვა ვიდეოები, გამოიწერეთ არხი, ასევე გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში, რათა არ გამოგჩეთ ჩვენი ძალიან მაგარი ტურები საქართველოს მასშტაბით, მოვიაროთ ჩვენი სამშობლო ერთად. ახლა კი დაგემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ ვიდეოში. კარგად. აუ, შენ ჭირმე დრონი მომე. რა მოვიდა ხალხო ცოცხალი და მე იწევ დრონი. შენ რა დაგეძებ დრონი არ გავიგე. ესეც არსენას ციხე, ვიტყოდი რომ ყველაზე აი ხა, ესე იღებს სისულელეს. არ შეიძლება გვერდიდან გადაიღო კოპეზერვადი ხარ? რა ვასწავლე, რანაირი იმერელია. 3 კილომეტრის გავლა გვიწევს ტრასაზე, მაგრამ საბედნიეროდ არ არის. ულამაზი კადრშიც ხედავთ რომ აქედან ძალიან მაგარი ჩვენი ახალი მეკელდეურიც უგა. თან პლუს დაღმართია, მაგრამ არც თუ ისე ბევრი დრო გვაქვს. დაღამება უნდა თბილისში უნდა ვიყოთ. ამოდება რომ და სულ არ ჭირდება არც ხაკი არ ხარ. Yeah, they thought that I'd die as well, so she's gonna be okay, don't worry. You would not have the courage probably. From here, it looks dangerous, but when you go there, it's not that scary at all. აი აქედან ნახე რა ლამაზი გამოდის. არ 10 წუთიანი მქონდა. ვერი პოეთ ჩავხტ ვიდეო. ვერი პოეს მეგობრებო. მოკლედ ჩვენ ამოვედით ბირთვისის ციხე დავყარეთ და ეხლა მონეტას ვაგდებთ. იქიდან გამომდინარე რომ ვერ გადავწყვეტეთ დავრჩეთ თუ არა, უნდა ავაგდოთ მონეტა და მონეტა გადაგვიწყოთ, ბეთ უნდა დავრჩეთ თუ არა. ოღონდ ერთი წამ რაღაც დავუწყე. ეხლა ეს არითვლება და მეორეც და მესამეც დავიცი. ააგდე და როგორც იქნება იქ იყო. მოკლედ ბირთვისში ვარ დამოსულები, ინვენტარი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მაინც ძალიან გვინდა რომ დავრჩეთ აქ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება რადგანაც გვიჭირს. აი ამ 50 თეთრიანს ავაგდებთ, 50 იყოს მოდი დარჩენა, გერბი იყოს სახლში წასვლა. დაგვანახე მე კომენტარი. სახლში წასვლა. ავიწყო. თავგადასავლები ამით სრულდება სამწუხაროდ ტრასიზე. მიდი 3 ჯერზე წასვლა მოვიდა. მოკლედ 3 ავაგდეთ მონეტა და 3 ჯერ დაჯდა წასვლა და რავი ახლა იქ უფრო დიდ мотиваციას უნდა გვაძლოდეს რომ დავრჩეთ, ანუ რაღაც საინტერესო გველოდება წინ.
მაგრამ რა ვიცი. ანახეთ. და ჩვენი ვიდეოც მივუახლოვდა დასასრულს, აი ამ ლამაზი ხედების და მზის ჩასვლის ფონზე გემშვიდობებით. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, იარეთ ტურებზე ჩვენთან ერთად. თუ გსურთ ჩვენი სპონსორობა და პარტნიორობა მომწერეთ პირადში და მოკლედ კარგად გყავით. დავანებოთ.